ფრინველი, რომელსაც ახლა უყურებთ, ძალიან საინტერესოა და ძალიან საინტერესო სახელი აქვს, ინგლისურად ქვია Clark's Nutcracker, რაც ქართულად გამოდის კლარკის მაგნატუნა. და რომ მოусმინოთ როგორი ხმა აქვს, შეიძლება მარტივად მიამსგავსოთ რამე სხვა ფრინველის ხმას, რომელიც გაგიგონიათ არაერთხელ. მაგალითად, ამერიკული ყვავის მონათესავე არის ეს ფრინველი, მაგრამ რეალურად კლარკის მაგნატუნებს უყვართ მთებში ცხოვრება. კერძოდ დასავლეთ ამერიკაში, ალპურ სისტემებში, სადაც ზამთარი არის მკაცრი, ბევრი თოვლი მოდის და ხარობს უამრავი მარადმწვანე ხე, მაგალითად ფიჭვები. მაგრამ ჩნდება კითხვა, ასეთ ეკოსისტემაში რა შეიძლება ჭამოს ფრინველმა? მინიშნება არის თვითონ სახელში. Nutcracker ან იგივე მაგნატუნა არის კაკლის მტეხელი პრაქტიკულად და ამ ჩიტსაც სწორედ ამიტომ დაარქვეს სახელი, ანუ მართლა კაკალს არ ტეხავს, მაგრამ თესლები უყვარს და უმეტესად ფიჭვის თესლები. და საინტერესო აქ ისაა, რომ ეს ამ ფიჭვებისთვისაც არის კარგი. მოდი ვნახოთ რატომ. მაგალითისთვის რომ ავიღოთ ფიჭვის კონკრეტული სახეობა, ინგლისურად white bark ქვია, რაც თეთრ ქერქს ნიშნავს, აღმოვაჩენთ, რომ ამ სახეობის ფიჭვს აქვს გირჩები, რომლებიც თავისით არ იხსნება. სხვა ფიჭვების შემთხვევაში გირჩები თვითონ იხსნება, მაგალითად თუ საკმარისად თბილა, ან მშრალი ჰაერია, ან ცეცხლი გაჩნდა. მაგრამ ამ კონკრეტული ტიპის ფიჭვის შემთხვევაში, ამის ნაცვლად ვინმე მან რამემ უნდა გახსნას და კლარკის მაგნატუნა აკეთებს ზუსტად ამას. მაგრამ ეს ჩიტები თესლებს მხოლოდ კი არ ჭამენ, არამედ ინახავენ კიდეც, აგროვებენ, რომ მოგვიანებით შეჭამონ. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ფრინველები ცხოვრობენ ალპურ ეკოსისტემაში, სადაც გაზაფხული და ზაფხული თბილია და საკვები უხვადაა, მაგრამ ზამთარი გრძელია, ცივი და საკვები არის მწირად. ამიტომ ამ მაგნატუნებს უწევთ, რომ მარაგი შექმნან. და ასე შეიძლება წელიწადში 100,000-მდე თესლიც კი მოაგროვონ. და ალბათ გასაკვირი არ იქნება, ამდენ მარაგს თუ მოაგროვებ, რომ ზოგი ვეღარ დაიბრუნო, ანუ ერთ ადგილას არ აგროვებენ, ბევრგან აგროვებენ და მერე ყველა ადგილს არ სტუმრობენ ისევ. და ამიტომ ზოგიერთი ის თესლი, რომელიც არ შეიჭმება ასე, შემდეგ გაიზრდება ახალ ფიჭვის ხედ. ანუ რა გამოდის, რომ კლარკის მაგნატუნებისთვის მნიშვნელოვანი არის ეს ფიჭვები, იმიტომ რომ საკვების წყაროა და ამ ფიჭვებისთვის ეს ფრინველებია მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ეხმარება გამრავლებაში. და ამორის ურთიერთობით მარტო ეს ორი კი არა, რეალურად 100-ზე მეტი მცენარეული და ცხოველური სახეობა სარგებლობს. მაგალითად, გვყავს დაგლასის ციყვები, რომლებიც ასევე ჭამენ თესლებს ამ გირჩებიდან და რამდენიმე სახეობა ფრინველების, რომლებიც ამ ხეებში ბუდობენ კიდეც. თუ დაუკვირდებით თუნდაც ამ ერთ მაგალითს და იმას თუ რანაირი ურთიერთქმედებები იბადება აქედან, გამოიკვეთება, რომ ეკოსისტემა გავს ერთ დიდ ქსელს. ყველა პოპულაცია სხვა პოპულაციებთან ურთიერთობს და ამასთან ერთად ყველა მათგანი დამოკიდებულია არაცოცხალ გარემო ფაქტორებზე, მაგალითად ტემპერატურაზე და თოვლზე. ამიტომ ეკოსისტემის ერთი ნაწილის ცვლილება შეიძლება აისახოს ბევრ სხვა პოპულაციაზეც. მაგალითად, თუ მაგნატუნებს რამე დაემართათ და მათი რიცხვი შემცირდა, ფიჭვებს ეს შეუქმნის სერიოზულ პრობლემებს, იმიტომ რომ ეს ჩიტები სჭირდებათ, რომ გამრავლდნენ, თესლი გაავრცელონ. და მეორე მხრივ, თუ ფიჭვებს დაემართა რამე და შემცირდა მათი რაოდენობა, ეს უარყოფითად აისახება ყველა იმ სახეობაზე, რომელიც ამ ხეზეა დამოკიდებული. არა მარტო მაგნატუნები, არამედ სხვა ჩიტები, ციყვები და ასე შემდეგ. ესე იგი, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით მაგნატუნებსა და ფიჭვებს შორის ურთიერთობა იდეალურად გამოიყურება, ყველა ეკოსისტემა არის დინამიური, რაც ნიშნავს, რომ მისი ცოცხალი და არაცოცხალი ნაწილები დროთა განმავლობაში იცვლებიან. ზოგჯერ ეს ცვლილება შეიძლება უარყოფითი იყოს. მაგალითად, შეიძლება ერთ წელს ძალიან მკაცრი ზამთარი იყოს და ამიტომ გირჩები და თესლები, ანუ საკვები, იყოს მცირე რაოდენობით. ამ შემთხვევაში უფრო რთული იქნება მაგნატუნებისთვის გადარჩენა და ბარტყების გაზრდა, რაც მათ პოპულაციას შეამცირებს. თუმცა ასევე ზუსტად საპირისპირო ტიპის ცვლილებას შეიძლება ჰქონდეს ადგილი, შეიძლება ძალიან კარგი გაზაფხული და ზაფხული იყოს ბევრი საკვები და ფრინველებმა კარგად ჭამონ, კარგად მომარაგდნენ და ამის ხარჯზე უფრო მეტი გადარჩეს, მეტმა მოახერხოს გამრავლება და პოპულაცია გაიზარდოს. და მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ეს მაგალითი ამ ფრინველებსა და ხეებს შორის ურთიერთობის არის მხოლოდ მაგალითი და რეალურად ეკოსისტემაში არის უამრავი ასეთი ურთიერთობა, რომელიც ეკოსისტემას ამოძრავებს და შეიძლება ჰქონდეს დადებითი ან უარყოფითი გავლენა მასზე. ასე რომ მომდევნო ჯერზე, როცა ან კლარკის მაგნატუნას ან რამე სხვა ჩიტს დაინახავ, შეგიძლია ეს გაიხსენო, რომ სავარაუდოდ ეს ინდივიდი და მისი სახეობის წარმომადგენლები არიან ძალიან კომპლექსურ ქსელში ჩართული, რომელიც ეკოსისტემის ნაწილია.